თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის ამშენებლობაში. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი, ორ წელი ნახევარია ერთმანეთს ხვდებით, ანუ ერთმანეთთან ასეთი კონტაქტი გვაქვს, უშუალო კონტაქტი. ჩვენ რა თქმა უნდა თქვენ მოწერილობებით, ესე იგი თქვენი შეტყობინებებით ვამზადებთ გვარების ისტორიას და შემდეგ ესე იგი გიბრუნებთ უკან ამ ყველაფერს. და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ძალიან დიდია მოთხოვნა და ძალიან დიდია ესე იგი დაინტერესება გვარების მიმართ. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომაა კარგი, რომ ესე იგი ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, იმიტომ არ გვიწერია, რომ ადამიანს როცა უყვარს თავისი წარსული და როცა უყვარს თავისი ისტორია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არასოდეს არ დაივიწყებს თავის იდენტობას, არ დაივიწყებს ის, ვისი გორისაა და როცა არ ივიწყებს ის, ვისი გორისაა და არ ივიწყებს თავის ისტორიას, ის ყოველთვის ეცდება მომავალში, ხო, ესე იგი ისეთი ქმედება არ ჩაიდინოს, რომ მისმა შთამომავალმა არ მოიგონოს ის ადამიანი და ამიტომ აქედან გამომდინარე, როცა გიყვარს შენი საკუთარი გვარი გიყვარს და შენი საკუთარი ოჯახი გიყვარს, ესე იგი თავისუფლად შემიძლია თუ არა თქვენ საკუთარი თქვენი ქვეყანას გიყვარს და თქვენი მამულის გიყვარს. და უპირველესი მოვალეობა ალბათ ადამიანის სწორედ ეს არის, რომ უყვარდეს თავისი უნდა უყვარდეს. თუ თავისი არ უყვარს ადამიანს, სხვას ვერ შეიყვარებს, შანსი არ არის, ეს არის აქსიომაა ესა და დამიჯერეთ. ამიტომ გიყვარდეთ თქვენი საკუთარი ისტორია, გიყვარდით თქვენი საკუთარი გვარი გიყვარდით, იმიტომ თა გვარში არის ჩამარული და ჩაბუდებული ის დიდი სიბრძნე, რაც ჩვენ გვჭირდება აუცილებლად და რომელიც აუცილებელია ჩვენი განვითარებისათვის. სწორი განვითარებისათვისაა საჭირო, იმიტომ რომ არასწორად შესწავლა, ისტორიის არასწორად შესწავლა გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ არასწორად გავზდით ჩვენს თაობას და არასწორად მივაწოდეთ მომავალში რაღაც არასწორ ფაქტებზე დაყრდნობილ რაღაც დოკუმენტებს, რომლებიც მე სულ შედეგს გამოიღებს აუცილებლად. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან სწორად გაგებული და ძალიან სწორად, ესე იგი უნდა იყოს გააზრებული და მოტანილი თქვენამდე. ამიტომაც ჩვენი დიდი ინტერესია ის, რომ ესე იგი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად მოგაწოდოთ თქვენ თითოეული გვარის ისტორია და არა მარტო გვარის ისტორია. ჩვენ თუ არ შევიცანით და თუ არ შევითავისეთ, თუ ესე იგი რაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, ვინ ვიყავით, რა ვიყავით, როგორები ვიყავით, გვარების ისტორიაში ცოტა გარკვეულად ცოტა ძნელია და რთულია. ამიტომ ის რაღაცა უნდა ვიცოდეთ, რაც აუცილებელია თითოეული გვარის შესწავლისათვის. და უპირველესი, ახლა ძალიან ხშირად გვეკითხებიან ჩვენ, ესე იგი, ჩვენ ახლა მონარქისტული ორგანიზაცია ვართ, ჩვენ ვართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები ვართ და ჩვენი ორგანიზაცია არის მონარქიულად მოაზროვნე და მონარქიულად განწყობილი, ესე იგი, და ძალიან დიდ პატივს ვცემთ მონარქიას და სიმპათიით ვუყურებთ ამ ყველაფერს და დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში მონარქიული წყობა აღდგეს, მაგრამ ისეთი ფორმით, რა ფორმითაც დავუშვათ, დასავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია, 12 ქვეყანაშია. ვიღაცებს ყმადაღებული ხელზე თითზე დასახვევი რაღაც ისინი აქვთ, ესე იგი გაიგებებული აქვთ, ესე იგი ეს ყველაფერი გაიგებებული აქვთ ბატონყმობასთან და ბატონყმობა და აღდგება ისა და ვიღაცები მამულებს მიიტაცებენ და ვიღაცები
რაღაც იმას დაგვიწესებენ, გადასახადებს და რაღაც სისულელეებს, სულ სიმართლედ შემიძლია გითხრათ, ეს არის სისულელე. ეს არის უკვე ჩვენ ლაპარაკი უბრალოდ ფორმაზე, სახელმწიფო მოწყობის ფორმაზე გვაქვს ლაპარაკი და არა დაუშვათ შინაარსი, რა თქმა უნდა, იგივე რჩება ყველაფერი დემოკრატიული პრინციპებზე უნდა იყოს ეს ყველაფერი აწყობილი და ადამიანის უფლებები უნდა იყოს კაცრად დაცული, იმდენად იმაზე უფრო მეტად დაცული, ვიდრე დაუშვათ აქამდე იყო. ამის ნათელი მაგალითია ევროპის ისეთ ქვეყნები, როგორც არის ინგლისი, ესპანეთი, დანია და რავი ძალიან ბევრი, ჰოლანდია, სადაც ადამიანის უფლებები არის ზომაზე მეტად დაცული და სხვა შორის ეს ქვეყნები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ, არის მონარქისტული და გინდას იაპონია ავიღოთ, რომელიც ესე იგი რაღაც საოცარ ალბათ 27 საუკუნეშია გაცდა 21, 22, 23 საუკუნეს და 27-ში არის უკვე და არის იმპერატორი ყავს. ასე რომ ამაზე შიში და ამის რაღაცა სისულელეების ეს ისეთი ადამიანის აგორებული ის არის, რომლებსაც ორი წიგნი არ არის წაკითხული, თუ აქვს წაკითხული ალბათ ან დაჩის ზღაპრები ექნება წაკითხული და მეტი არა და ეს ის თუ წაკითხული აქვს ძალიან დიდია. და უზბეკური და ტაჯიკური ზღაპრები ნაპარტიეთ რომ დაჩის ზღაპრების შევადარი უზბეკურ და ტაჯიკურ დაჩის ზღაპრებში დიდი სიბრძნეა ჩადებული და ნებისმიერ ზღაპრებში, მაგრამ ზღაპარი მაინც ზღაპარია და რეალობა არის რეალობა და რეალობიდან არ უნდა გავიდე და რა დროის მონათმფლობელობაა და რა დროის ბატონყმობაა და შენახვა მეფის შენახვა ახლა პრეზიდენტს რო ინახავ რა გიждდება პრეზიდენტს რო ინახავ იმაზე ნაკლები დაგიждდება მეფის შენახვა ჯერეთი და მე კიდე 4 წელიწადს შეთხრო არჩევნებს ატარებ და არჩევნებში მილიონობით თანხას ფლანგავ ეს თანხა გასაფლანგი არ იქნება იმიტომ რომ არჩევნები არ იქნება საჭირო რაც ყველაზე მთავარია მეფე იქნება გამაერთიანებელი იქნება ერის და ქვეყნის გამაერთიანებელი იქნება გარანტი იმისა რომ საქართველოს უნდა იყოს მშვიდობა იმიტომ რომ მეფე არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას და არც ერთ მხარე არ იქნება მეფე იქნება მოსამართლე იქნება ესე იგი კაცი რომელიც განჯის და ესე იგი შეარიგებს ორ მოპირდაპირე მოშუღარ მხარეს თავარია ავაშენოთ ქვეყანა ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა და ავაშენოთ კაი ქვეყანა და კაი ქვეყანას ჩხუბი და აყამაყალეთ ვერ ავაშენეთ კაი ქვეყნის აშენებას უნდა მშვიდობა და მშვიდობის გარანტი უნდა იყოს მეფე ეს რაც შეეხება მონარქიაზე და ახლა მე მინდა აი მაშინაც კი როცა ესე იგი აბსოლუტური მონარქია იყო საქართველოში იერარქიული სტრუქტურა სხვანაირი იყო და საქართველოში ჩემი აზრი და ეს არა მარტო ჩემი აზრია ივანი ჯავახიშვილის და ბავშვად ნოე ჟორდანიაც აჟღერებენ ამას მე მათთან შედარებით ფეხის მტვერიც არა ვარ რომ საქართველოში არა ბატონყმობა იყო არამედ პატრონყმობა იყო და რატომ არ იყო ქართველი ყმა რატო არ იყო მონა დღეს მინდა ვისაუბრო სწორედ ამ ერთ-ერთ ძალიან ხშირად არასდროს გაგებულ თემაზე საქართველოს ფეოდალურ იერარქიაზე პატრონყმობაზე და იმაზე რატომ არ შეიძლება იყოს გათანაბრება ბატონყმობასთან ეს განსხვავება არ არის ტერმინოლოგიური ნიუანსი ეს არის ცივილიზაციური განსხვავება როგორ იყო მოწყობილი იერარქია ძველ საქართველოში ძველი საქართველო არ იყო უბრალოდ ფეოდალური ქვეყანა მას ჰქონდა მკაცრ სტრუქტურირებული მაგრამ ურთიერთვალდებულებაზე დაფუძნებული სისტემა იერარქიის ძირითადი საფუძვლები იყო მეფე ქვეყნის უმაღლესი პატრონი არა აბსოლუტური მფლობელი არამედ წესრიგის გარანტი დიდებულები ანუ ერისთავები თავადები და დიდაზნაურები შემდეგ მოდიოდნენ აზნაურები სამხედრო სამსახურებრივი ფენა თავისუფალი გლეხები და ყმა მაგრამ არა მონა ყმა არნიშნავდა მონას აქ უნდა ითქვა საქართველოში კლასებს შორის კედლები არ იყო გაუვალი გლეხი შეიძლება და გამხდარიყო აზნაური დიდი მოხელე ან თავადი და პირიქით შეიძლება და პირიქითაც ხდებოდა ასე თავადი ჯერ გააზნაურებულა და მე გაგლეხებულა რა არის პატრონყმობა პატრონყმობა არის ურთიერთობა და არა მონობა პატრონყმობის არსი იყო პატრონის დაცვა ყმის ერთგულება და ურთიერთვალდებულება ეს იყო უმთავრესი და წესი და რიგი მე ძალიან ხშირად ვამბობ ამას წესი და რიგი იყო ყველას ხონდა თავისი წესი და თავისი რიგი და არავინ არ აღობდა არც თავის წესსა და არც თავის რიგს ივანე ჯავახიშვილი ასე განმარტავს სამსაკითხს პატრონყმობა მთელს ძველ საქართველოს ელფერს აძლევდა იგი სუფევდა როგორც სოციალურად ისე ზნეობრივად
ყმა არ იყო უსახური საკუთრება, მას ჰქონდა ოჯახი, მიწა, სამართლებული უფლებები, პატრონის შეცვლის უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეძლო აყრილიყო გლეხი და წასულიყო სხვა ბატონთან წასულიყო. იმიტომ რომ თუ არ შეეძლო დაუშვათ ბატონს თავის ანუ ამ გლეხის მოვლა და შენახვა თუ არ შეეძლო ამგარიყო და სხვა იმასთან წასულიყო ბატონთან ეს პრობლემა არ იყო. ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს ამისა რა. პატრონი კიდევ ვალდებული იყო დაეცვა ყმა. ეშუამდგომლობა მისთვის არ გაეყიდა ეს უცხო პირისთვის სურვილი სამეფო. ესე არ იყო და ამბობენ ყმადაღებული საფქი აყარა და გაყიდა მას არიშნავდა რომ აეყარა და მიწა თუ გაყიდი და მიწიანად თუ გაეყიდა მიწის გარეშე გაყიდვის უფლება არ ქონდა ბატონს თუ ყიდი და მიწიანად და მიწას ახლა ვერ მოჭიდა და ვერ გაატანდა დაუშვათ ვიღაცას ანუ ადგილზე რჩებოდა ეს გლეხი მაგრამ იმ მიწიდან შემოსავლის 3% ან 10%-დან 10%-მდე იყო ახალი მებატონის იყო. დააჩენი მიწაზე მიმაგრებული იყო გლეხი და თუ დაუშვათ იმ შემთხვევაში ატანდა დაუშვათ იმის გარეშე როცა ბოგანო იყო, ანუ ესე იგი როცა გლეხს თავისი საკუთარი მიწა არ ქონდა და ესე იგი გლეხი ესე იგი ბატონის მიერ ნაბოძებ, ანუ ნათხოვარ მიწას ამუშავებდა. და მის საკუთრება არ ქონდა. თუ ადამ გლეხს ქონდა თავის საკუთრება, უფლება არ ქონდა იმას გლეხი გაეყიდა. თუ გაყიდა, უნდა გაეყიდა მიწიანად. ეს მოიცოდეთ. ხოლო ბატონყობა რა განსხვავება იყო ევროპაში და რუსეთში. ახლა შევადაროთ ერთმანეთს რა. ბატონყობა განსაკუთრებით რუსეთში ყმა იყო ბატონის საკუთრება. შეეძლო გაყიდვა, შეიძლება და ოჯახის დაშლა, ბატონს ჰქონდა უფლება დაესაჯა ფიზიკურად, ყმას არ ჰქონდა სამართლებელი სუბიექტურობა და იყო კრეპოსნიკ მდგომარეობაში იყო, რასაც უნდა იმას უკეთებდა, ეს იყო ეკონომიკური მონობა იყო. საქართველოში კი ყმა იყო პირველად მიმული პატრონზე იყო. ურთიერთობა ეფუძნებოდა ტრადიციას, ფიცს, ზნეობრივ ვალდებულებებს. ეკლესია მოქმედებდა როგორც მორალური კონტროლი. ამიტომ ივანე ჯავახიშვილი ამბობს ქართული პატრონყობა ვერ გაუთანაბრდება ევროპულ ბატონყობას, იმიტომ ევროპულ ბატონყობაზე საკმაოდ ჰუმანური ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ესე იგი ვასალებთან. რატომ იყო პატრონყობა მნიშვნელოვანი? ქმნიდა ერთგულების ქსელს, უზრუნველყოფდა სამხედრო მობილიზაციას, ინაჩვენებდა სოციალურ ბალანსს. აჩენდა პასუხისმგებლობას ორივე მხარეს. ამიტომ, როდესაც საქართველო ინგრეოდა პოლიტიკურად, ხშირად სწორედ პატრონყობის გლოვა იყო პირველი ნიშანი ამისი. ესე იგი, დღესაც ხშირად ამბობენ საქართველოში ბატონყობა იყო. ეს არის ისტორიული გამარტივება. იყო სოციალური უთანასწორობა იყო, კი ბატონო, იყო მძიმე ვალდებულებები, დიახ, იყო, მაგრამ მონა არასოდეს არ ყოფილა ქართველი გლეხი. ქართული საზოგადოება ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალას, არამედ პირად ურთიერთობას, ფიცს და ზნეობრივ წესებს. აი რას მე გითხარით, ესე იგი წესსა და რიგს ამის დარღვევის უფლება არ ქონდა, ესე იგი არც თავაც, არც აზნაურს და არც გლეხს და არც ბოგანოს და არც არავის, იმიტომ რომ ყველა მიცოდა თავისი წესი, ყველა მიცოდა თავისი რიგი. და ამ წესსა და რიგს არავინ არ არღვევდა არასოდეს და ამიტომაც იყო ძალიან აი თქვენ ახლა მე-19 საუკუნემდე კარგად მომისმინეთ აი მე-19 საუკუნემდე საქართველოში არ მოხდა არც ერთი ფაქტი არ იყო ესე იგი აჯანყება არ მოხდა ეკონომიურ ნიადაგზე ან სოციალურ ნიადაგზე არ ყოფილა არც ერთი მე თქვენ ვერ დამისახილეთ ვერცეთ ესე იგი იმას რომ მომხდარიყო ესე იგი აჯანყება გლეხთა აჯანყება მომხდარიყო ან რაღაც სოციალურ ნიადაგზე ან ეკონომიურ ნიადაგზე ეს არ ყოფილა იმიტომ არ ყოფილა რომ ესე იგი არ იყო საჭიროება ამისი ქართველი თავადი და აზნაური თავის შვილს გლეხს ასდევინებდა მაგრამ გლეხს ასდევინებდა იმაში კი არ ასდევინებდა რა ქვია სასახლეში კი არ მოყავდა გუვერნანტკაც ის რაღაც ის გლეხის ქალი თავის საკუთარ შვილს უშვებდა გლეხის ოჯახში და გლეხის ოჯახში იზრდებოდა ეს თავადი და აზნაური შვილი რომ ესე იგი შეეცნო და შეეგზნო ესე იგი გლეხის ყოფა შეეცნო და შემდეგ ესე იგი დრო გაიზრდებოდა არ დაეჩაგრა და არ რაღაცა ცუდი ქმედება არ განეხორციელებინა თავისი ვასალის სადმი
ახლა მე ეს იდეალური წინაპრები მყავდა მეთქი ამისგან ძალიან შორსა ვარ და ამასგან ღმერთმა დამიფაროს რომ ეს თქვა იმიტომ რომ იყო ძალიან იყო ჩაგვრებიც იყო უკანონობებიც იყო რა თქმა უნდა იყო მაგრამ დღესაც არის და ხვალაც იქნება ესეთ რაღაცები ანუ ეს არ იმას არ ქმნიდა იმის мотивация არ იყო იმის რომ ესე იგი ადამიანები რაღაც გარკვეული მასა ესე იგი აჯანყებული იყვნენ და საერთოდ ძალით რაღაცა დაემხოთ რაღაცა წესწყობილება დაემხოთ ეს იყო ძალიან სხვანაირი ანუ მართლა ზნეობაზე იყო და ესე იგი მამაშვილურ და პატრონყმულ დამოკიდებულება მამაშვილური დამოკიდებულება იყო მე ძალიან ბევრი ის მაგ წაკითხული არზე მაგ წაკითხული სადაც ესე იგი გლეხს დაუცვია თავათან მოუგია ესე იგი დავა მოუგია და ეს იყო ძალიან ხშირი შემთხვევა იყო ეგეთები და ამიტომ ესე იგი ეს უნდა ვიცოდეთ რომ ესე იგი თუ გვინდა გავიგოთ საქართველოს და გავიგოთ არა მხოლოდ ბრძოლები და მეფეები, არამედ როგორც ცხოვრობდა ადამიანი პატრონსა და საზოგადოებაში. პატრონყმობა არ იყო იდეალური სისტემა, მაგრამ ის იყო ქართული სოციალური მოდელი იყო და არა უცხოე და გადმოღებული მონობა იყო. სხვა შორის ჩვენ უფრო ცივილურები ვიყავით შუა საუკუნეებში, ვიდრე დაუშვათ აი დასავლეთ ევროპის ძალიან ბევრი სახელმწიფო. ამითი შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ესე იგი ჩვენ უფრო მეტი ევროპელები ვიყავით, ვიდრე დღევანდელი ევროპელები არიან. და ამიტომ ყველა ვარიანტში ევროპაში არის ჩვენი ადგილი. ეს იყო სულ მე კიდე მინდოდა აგერ იეგულაშვილება მომწერეს ბაბაშვილებმა და იეგულაშვილებს ეჭვებათ ბაბაშვილებს და იეგულაშვილებს ჩვენ ესე იგი იეგულოვების მითი არიანო და მომწერა რა იეგულაშვილები ქართველები რა თქმა უნდა ქართველები არიან იმაზე მეტი ქართველები არიან ვიდრე თვითონ წარმოუდგენიათ და იმდენად ძლიერი ქართველები არიან რომ ესე იგი იეგულოვი უბრალოდ არის მე-19 საუკუნის ეს არის ესეც საქმეა მაგას რომ ესე იგი რუსულ ყაიდაზე იკეთებდნენ ძალიან ბევრი გვარი გადაიკეთეს და თვითონ რუსების დახმარებით რა თქმა უნდა და ბევრი მეტიჩა და ქართველიც მათ შეუწყვა ყველაფერს ხელი და ესე იგი ძალიან ბევრმა გვარმა ესე იგი რუსული დაბოლოება ოვი მიამატა თავის გვარს მაგრამ იეგულაშვილები საკმაოდ ძველი გვარია აი მე-17 საუკუნეში უკვე ესე იგი სოფხით საბარათიანოში წარმოქმნილი გვარია და აზნაურები იყვნენ რომ იცოდეთ ქართლის აზნაურთა ფენის წარმომადგენლები იყვნენ და საკმაოდ თუ თქვენა გაინტერესებთ იეგულაშვილების ისტორია აგერ მე მაქვს მე გავაკეთე რამოდენიმე გვერდიანი იეგულაშვილების ისტორია და შემიძლია თუ გაინტერესებთ დამიკავშირდით და ამას მოგცემთ ანუ ესე იგი შეგვიძლია გადმოგიგზავნოთ ეს არის გურასპაშვილების გვარი შემიძლია გამოგიგზავნოთ რომელიც უკვე გაკეთებული მაქვს ესეც საკმაოდ ძველი ქართული გვარია რომელიც მე-15 საუკუნეში არის პირველად მოხსენიებული ესეც შემიძლია გადმოგიგზავნოთ დევდარიანებზე არ მაქვს ლაპარაკი რომ საკმაოდ ძველი გვარია და საკმაოდ აი მე-14 საუკუნეში უკვე ფექსიდებიან და იყვნენ აზნაურული წარმოშობის გვარია ესეც და ბაბაშვილების აღარ ბაბა ესე იგი მომწერა ბაბაო ისაუბრა ხო მაგას ბაბა კი ნიშნავს ესე იგი იმას აქვია არაქართული წარმომავლობის ის არის რა ქვია მაგას სიტყვა და მაგრამ ამ შემთხვევაში ბაბა მე მგონია რომ საკუთარი სახელიდან ეპონიმური სახელი მგონია ბაბა იყო სახელი იყო ასეთი და ანუ ბაბაში დამავალს ნიშნავს ბაბაშვილი ხო და ესეც საკმაოდ ძველი გვარია რომელიც მე-17 საუკუნეში იწყება 1687 წელს არის როსტომ ბაბაშვილი პირველად მოხსენიებული მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმეთაა მოხსენიებული და შემდეგ მოდის აგერ მაგ 1720 წლის აღწერის მიხედვით ბაბაშვილი ასლანა სულხანა და რამოდენიმე ადამიანი არის ესე იგი კომზე ორი კაცი და კომზე ესე იგი მოლაშქრებად გადიოდნენ იმაში რა ქვია ომში ასე რომ ბაბაშვილებსაც შეუძლიათ იამაყონ თავისი გვარის ისტორიით და შემიძლია ამათაც გადაუგზავნოთ თავიანთი გვარის ისტორია ეს იყო დღეს ეს იყო სული რაც უნდა მეთქვა თქვენთვის და
მადლობთ ყურადღებისათვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ გაინტერესებთ ასეთი გადაცემები და თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორიები და საერთოდ გვართან დამოკიდებულებაში რაღაც სხვა რაღაც მოვლენები ესე იგი საქართველოს ისტორიიდან რაღაცები რაც ესე იგი რაც ჩვენ შეგვიძლია და რაც ვიცით ამას ყოველ გადაცემაში ასე პატარა დოზით შეგვიძლია მოგაწოდოთ და ესე იგი გაგაცნოთ გამოიწერეთ ჩვენი არხი ჩვენურად საქართველოს საერთო კლუბის არხი YouTube გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები და მე მისი წამყვანი გახლავთ ლევან ბერაია მადლობთ ყურადღებისათვის 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მე